El Bushman, the Georgian Bushman, the mountain man. სახში ხარ? ჯوارა. ჩემოფისთან რაღაც ის არის, რა ქვია. ჰოთელია და მან მოეცახი ჩემთან. დენი არ არის, იმიტომ ბრაზერო. ჩვენ ქვეყანაში უკვე ეგენი დაიწყო, დენი არ არის წავე. 90-იანები დაბრუნდა, ხო იმი? ბიჭო, ხო, აი რო გამძარცვავენ, მე ბოლომდე დამშვიდე. I've been robbed. What did they take? Nothing, motherfucker. I'm broke as shit. იუმორი წაიგეს, გადაობებ მომპარის ბოზებმა. მაგას ვერ წაგვართვავენ რა, ჩვენ იუმორს მაინც ვერ წაგვართვავენ. ეგ ბოლომდე იქნება. Yo, El Bucho, Gio და Nostalgio ეპიზოდ 235 Fight Hop პოდკასტერებს ყველას მოგესალმებით. დიდი პატივია, რომ დღეს არის ჩვენი ძმა, აი ეს კაცი რა, ქართული ხმა, ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე, რა ვიცი, პოზიტიური ენერგია, ვისაც მოაქვს ჩემი აზრით, ქართულ MMA-ში არის ეს კაცი ძმაო რა. გიო. აუ ჩვეულებრივად ვილაპარაკეთ, რა თქმა უნდა რა, მაგრამ მოდი გავაცნოთ ხალხს რა, თემები, რა თქმა უნდა, დღეს იქნება მერაბზე. კიდე მინდა რომ გიგას ბრძოლა არის, ეხა ბოლო Fight Night იქნება და მე ძალიან დიდი დასვენება არის რა. მგონი ამ ხელა დასვენება ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა UFC-ში. ხო? რაც მივყავს მაგ შემდეგ არ ყოფილა. როგორ არის ხომ ეცი 14-ში ბრუნდება ხომ? 14-ში გავდივარ, 14-ში ბრუნდებით, დაახლოებით რა, 17-ში მოუწევს, 12-ში მოუწევს, მაგრამ ეხა მოუწია ერთი კვირით მეტი რა, თუ ორი კვირით მეტი, სიგიჟი. და რა თქმა უნდა მინდა კენასაც შევეხო, იმიტომ რომ ხო იცი რომ მე ინგლისში გავიზარდე ძმაო რა. და ქართული ეხა ვერ ვიტყვი რომ მიჭირს ჩვეულებრივად ბაზრობ, მაგრამ რახან ბავშვობიდან ინგლისში ვარ, ანუ ინგლისური ენა არის ჩემი რა თითქმის პირველი ენა რა, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვიყავი რომ წავედი რა და კენაზე მოგისმინე შემთელი ევენტი ვნახე ლაივში ძმაო YouTube-ზე და შენი ხმა მესმოდა რა, ინგლისურად ბაზრობდი. ძალიან მაგრა შეასრულე, ძალიან მაგარი ევენტი იყო, მაგაზეც მინდა რომ კითხო რა. ძალიან სიგიჟე წელი აღმოჩნდა. ყოველ წელს აი ხო, ნუ მარტო UFC-ს ამბავში რომ ვილაპარაკოთ რა, ეხლა ცალკე ცხოვრებას რო არ შევეხოთ. წარმოგიდგენთ 20-20-დან მიყავს UFC და გასული წლის იანვრიდან, ნუ შეიძლება 2023-შიც კი რა, რომ დაიწყო ეს სიგიჟე, ყოველ წელს გონია რომ ეხლა წელს რა მოხდება და ყოველი შემდეგი წელი სიგიჟე ხდება. ეხლა უკვე სეტანტა გავუჩნდეთ რომ გვაქვს ჩვენი პრომოუშენი, რკინა, ქართულ MMA-ის პრომოუშენი, რომელიც კიდე დამატებით პლატფორმას მისცემს ქართულ მებრძოლებს, რომ გამოვიდნენ თავისი უნარები აჩვენონ და ის თავარი პრობლემა, რაც არის ზოგადად სპორტში საქართველოში, რომ ხშირად პრაქტიკის საშუალება არ ეცემათ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ კომბატ სპორტში ეგ თემა ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე ესე არის დალაგებული, კარგად არის დალაგებული, ხო? ეგ თემა გვარდება ნელ-ნელა რა და მაღალ დონეზე, ძალიან მაღალ დონეზე ასპარეზობა შეუძლიათ, აგერ რაღაცები არ მინდა ახლა გავთქვა რა, მაგრამ უფრო დიდ პლატფორმებზე გაშუქდება კიდევ და კიდევ რკენა, მით უმეტეს ინგლისურად და უფრო მეტი ხალხი გაიგებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველი მებრძოლების სახელებს და გაიცნობს მათ ისტორიებს. ძალიან მაგარია კი და რკენაზე, მაგრამ მომეწონა თვითონ production რა და მუსიკა რა. პატარა პაუზები რო იყო რა ბრძოლების შორს, მუსიკა რო იყო ძალიან კარგი გემოვნებით ამორჩეული იყო და ხო არ იცი ვისი დამსახურება არის. ბიჭო, სეტანტას თიმა ესე იგი როგორ რაღაცა მოხდა იცი? MMA-ის თემთან დაკავშირებით სეტანტას MMA-ის გუნდი იყო ჩართული, ხო არ ჭედავს ჩემი ის პრო, ჩემი კომპიუტერი. All good. სეტანტას MMA-ის გუნდი იყო ჩართული, მარკეტინგის გუნდი, აი აბსოლუტურად ყველა სეტანტიდან ვისაც რამე ეთქმის ჩართული იყო, აი 1000%-ით იყვნენ ტიპები ჩაშვებულები თავით. მათ შორის ბევრი ისეთი ვისაც MMA საერთოდ ახალი ხილია და არც უნახავთ ივენთი წარმოედგინა და ისე აორგანიზებდნენ ტიპები და ჩვენ ანუ რა თქმა უნდა MMA-ის გუნდი უზიარებდა თავის ცოდნას. ყველაფერს რაც პატარა შეცდომები რაც შეიძლება გასაწორებელი ყოფილიყო, მაგრამ ეს თვითონ PR-ი, წინა საივენთო PR-ი მებრძოლების გაცნობა გინდა, ვლოგები გინდა, მუსიკა გინდა, აი ყველაფერში ჩართულები იყვნენ, მათ შორის მებრძოლებთან ერთად Advising-ის ამბავში და აქედანაც ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყავით, მიყვარხართ, მაგრამ სეტანტას აი ვამაყობ,
რომ ესეთი ამოვიღეთ და დავდეთ ბიჭო, უბრალოდ გავაკეთეთ, we fucking did it. აი, ძალიან მაგარი იყო და რა თქმა უნდა პირველ რიგში მებრძოლებს, იმიტომ რომ მაგარი ივენთი იყო. ეხლა მეორე თემა არის ცუდი ივენთი, როცა გვექნება და აუცილებლად გვექნება, ეს ხალხი რამდენად ბედნიერად იგრძნობს თავს და რამდენად დაკარგავს мотиваციას, იმიტომ რომ ვიღაცები დაკარგავენ და MMA-ის ნაწილი არის ის, რომ ცუდი ივენთები გექნება, მაგრამ ჯერჯერობით პოზიტივზე კონცენტრირდებით ხოლმე და ძალიან მიხარია, რომ სეგანტას ამდენი ადამიანი იყო ეს მაგრამ გამართულად ჩართული. ადრე რო საუბრობდი რა Fight Hub-ზე, ვთქვი რომ ეს იყო რეპეტიცია მეთქი რა, რომ საქართველოში MMA-ის დიდი MMA-ის ევენტი რო ჩატარდება, როგორი ენერგია შეიძლება იგრძნოს მეთქი რა და ეს იყო სპორტის სასახლეში, ხო? მგონი სავსე იყო და ძალიან დიდი ენერგია მოდიოდა, ხო? თუ სავსე იყო, bro, არ მჯეროდა პროსტ. მე 2015-ში თუ 14-ში ვარ სპორტის სასახლეში ნამყოფი ერთ-ერთ ივენტზე და მაშინ წინ რო გავიხედე, bro, აქეთ ცოტა სტენდაპში ვიჯექი და გავიხედე, სუფრები იყო გაშლილი და ერთ-ერთი მაშინ მინისტრი იყო, ერთ-ერთი ტიპი, აი ესე ქათამი ქონდა, შებრაწული ქათამი შეძულოს ფიცალო და ბარკალს ჭამდა რა, ესე ჭამდა რა და რომ შევხედე მეთქი, ბევრად უკეთ შეიძლება, ამაზე ბევრად უკეთ შეიძლება თქო, ეხა სავარძლები ყველგან, სკამები ყველგან დაალაგებული, მაქსიმალურად პროფესიონალური ხალხი, განათლებული გრეპლინგის გაცვლებზე, ბიჭო, გრეპლინგის გაცვლებზე ქონდათ გამოხმაურება ტიპს და ძალიან ბევრი ახალი თვალი, ვინც საერთოდ არ უყურებს MMA-ს, მოვიდა და მერაბ შარიქაძე მენად დადო, ძმაო, კაპიტანმა, რაგბის კაპიტანმა ხალხი მოიყვანა დასვა. ლელო. ხალხი გააკეთა ლელო. სპორტის სასახლე არ არის კალათბურთის თამაშები რო ტარდება, აი საქართველოს რა, ხო?ად ვიყავ. წარმოიდგინე კალათბურთის თამაშს უყურებ, საქართველოს პორტუგალიაზე ვიყავი მე პირადად რა და იქ რო ნახო რა, მაგიდები ბარკლები და ვიღაცა რო ჯარო ოლივიეს პურზე დებს და მერე ძოვს. და მინისტრი რო ხარ, ეხავს. გიო და სანამ რკენაზე ვართ, მოდი, ჯერ დავასრულოთ ეს და მე გადავიდეთ რა. შენი აზრით ვინ არიან, როგორც იტყვიან ინგლისურად stand out რა, ანუ გამორჩეული მებრძოლები ამ ევენტიდან, ვიცი რომ ყველა იმსახურებს რა აღიარებას, ისტორია გააკეთეს, პირველი ევენტი იყო, თუ შეგიძლია რომ დამისახელო ერთი ან ორი, არა მარტო ქართველი რა. ჩემი აზრით, რავი, პოლადაზე რო რეაქცია ვნახე, ძმაო, ეგ არის მართლა მზის ბიჭუნა რა, golden boy რო იძახიან რა. პოლადა, არა მარტო პოლადა რა, მაგრამ რო გეტყვი რამდენიმე ძალიან საინტერესო სახელები ყავდა. პოლადა, ნუ თავისი ნოტორიეტი და სახელი გადმოყვა გამადან, მუშტიკრივიდან, ხო ხდები ხა ტიპ ბიჭ მუშტიკრივში მე რო ვნახე თავიდან პირველი ჭუბიც დანახი მაგ პოლადასი თან ანუ აი ტიპი იყო ძალიან შთამბეჭდავი აი მოყვარულებს შორის პროფესიონალი ათლეტი რო არის მე ხა უბრალოდ ქარts ვეძებ არ მინდა ვინმე გამორჩეს და მაგიტომ აქ თვალები მეკოვით არ გეგონოთ რომ სხვა რამეს ვაკეთებ პოლადას გადმოყვა ეგ ძალიან მაგარი პერფორმანსი და დებიუტი ქონდა ივანიაძეს სპინინგ მოკავდა ჩემს ღვიძლი იყო ხო მგონი ეგ ღვიძლი გამოვაზილიოს ну ჩოკობოქთან დამარცხდა ჯუბა ბერიძე დამარცხდა მერაბის MMA-ის მერაბმა რომ მოიგო ეგ საერთოდ სასწაული იყო და ძალიან გულდაწყდებოდა რომ წაეგო მაგრამ ну მოიგო მეც მაგარტი ხარა მეც ხედა ლორდ კიფანიძემ ძალიან კარგად შეასრულა აბრამიშულმა მაგრა შეასრულა ძალიან ბერიძე ახსენე და მე ვარ ერთგული ბათუმი ფაით აკადემიის დაძმოში რა და ხუჩაც ნახე გავიცანი ხუჩი ხო ხო მანდარიყო ხო რა აურა ბიჭო რა გავიცანე პირველად გავიცანე ესე ფიზიკურად რა და რომ ხედეთ და რაღაცა ტიპსა თავისი აურა აქვს რაღაცა რო იცი რომ კილერია თავისი ისა ხო მოყვება და კიდე მინდა გამოვყობ რომ ლორდ კიფანიძე ძალიან მაგარი იყო და სოზა მოიგო ძალიან რთული ჭუბი გაჩეკი ფეხი სოზას ყავდა სერიოზული მეტოქი და გაუჩეკა ფეხი და დააზიანა და წამოიღო ეგ ბრძოლა და სოზას ვიცნობ წლებია და აი მაგის ისე რაღაც გულის ტკივილები რაღაცეები ვიცი რა გვაქვს ნაბაზრი ბევრჯერ და მაგის კარიერასაც მიყვები და კონი თბილისში არის ხო სოზა თბილისში ვარჯიშობ სხვადასხვა დარბაზში და სხვადასხვანაირად ვცდილობს რომ განევითაროს თავის უნარები რა ლორდ კიფანიძე ძალიან შთამბეჭდავი იყო რა მუხლიხია ბიჭო როგორც კი ფეხი აიყო ტიპმა როგორც კი ფეხი აიყო კანვასიდან მეგრები თავში ჭეინაფილში თან ულაშებით ბაბუის ძალიან მაგარი ისტორია აქვს ლორდ დარტანიანის პონჩი ბაბუის პონჩი აქვს ბაბუის პონჩი აქვს ბაბუ
ჭიდაობა დაიწყო ბავშვობაში ფული არ ქონდა რომ შეჯიბში მიღო ნაწილება და ბაბუამ პენსია გამოიტანა და შეიყვანა 10 ლარი წარმოედგინა და თავის ძმა და ეს გაუშვა შეჯიბზე ჭიდაობისა და მაგის მერე მოკეთ ეხლა აღარ არის ბაბუა ხალი მაგრამ მის სახელზე სახელის საპატივცემლოდ იბრძვის და ცქვიტარია კიდე ნინი არ მინდა წამაგარი გოგოა წააგო მაგრამ 17 წლის თო ეხლა ჩხუბობს ამ კვირას ჩხუბობს ეხლა ხუჩავათი ხო არის მე არ წარმომიდგა 17 წლის მაკედან დაიწყე 17 წლის ბრო 17 წლის რა ვიყავი მაშინ უნივერსიტეტში ჩავაბარე მივედი უნივერსიტეტში და ბიერპონგის თამაშის გარდა და გოგოების დევნის გარდა ლიტერალი პირდაპირ გაგებით არაფერი მაინტერესებდა ცხოვრებაში 1-4 წელი 17 წლის რო ვიყავი საქართველოში რეიდების დროს მანქანაში რო ვიყავი ხოლმე ძაღლები მეუბნებოდნენ რა დროის შენი სიგარეტია შე ლაწირაკო და სკვიტარიას ვერ ეტყვიან იმიტომ რომ ეგრევე ვილკიკი მოხდება თავში ხარ დაატყავს ოღონდ სკვიტარია მოგეთ რკენა შედგა ბრო და ყველა მებრძოლს ყველა ორგანიზატორს ამ შემდეგ ძალიან დიდი მადლობა მეჩმეიკერები რა ვიცი მეჩმეიკინგი ძალიან კარგი იყო იქ დოდელა ჯანჯალია აი ედვენი რა ყველა უბრალოდ ყველა ძალიან დიდი მადლობა რა არის თუ არის ტაიმლაინ როდის შეიძლება იყოს მეორე თუ ჯერ არ არის ეგ აწყობინო ბრო იცი როგორ არის თებერვალი ან მარტია პირველი და 6 ივენთი გეგმება შემდეგ წელს მათ შორის ერთი გასვლით ვაუ oh yes გასული თან bantamweight goatee რო გამოეხმაურება ამ ამბავს რო ძალიან მაგარი ევენტი იყო მართლა ძალიან მაგარი ხო და მოდი მგონი კაი გადასვლა გადავა რა გიო რა ეხლა რახან ვახსენეთ მერაბი რა ბიჭო ჩემი თემა რა არის მაგ ბრძოლასთან დაკავშირებით რამდენიმე თემა რამდენიმე რამ რა ნომერ პირველი არის რომ მასიურად მე მერაბზე ცუდის თქმა არ შემხვედრია ან ქილიკი ან ჰეითერების ეს ძალიან გაზრდილია ქართული MMA-ის აუდიტორია და აბსოლუტურად ყველა ვინც მე შემხვდა მე ვინც შემხვდა ეხლა დიდად ყველა პოსტის კომენტარს მე არ ვკითხულობ მაგრამ ვინც მე შემხვდა იყო ჩახუტებით სიყვარულით და კარგი სურვილების მერაბის მიმართ. ეგ არის ნომერ პირველი, იმიტომ რომ ბრძოლა და ჩხუბში დამარცხებულ კაცს და ჩვენს მეომარს ყოველთვის გვერდში უნდა დაუდგეთ, ვინც არ უნდა იყოს მით უმეტეს ჩემპიონია და მით უმეტეს მერაბი. მეორე თემა რაც არის, ეხლა ტექნიკურ განხილვაში ძალიან ესე სიღრმისეულად ჩემგან შესვლა რამდენად სწორი არ ვიცი რა, მე ხო ხდები, ჩემი აზრით ბევრად უფრო ადრე უნდა დაიწყო ჭიდაობა. მე შენ და რომისაც გიყურეთ რომ საუბრობდით მე მგონი ხუჩაც იყო მაგ პოდკასტზე თქვენი სტუმარი ძალიან მაგარი ადამიანი რა ქვია თენგოსეფი თენგო მაგარი კაცი მაგარი ადამიანი და მაგის ფანი გავხდი თქვენი პოდკასტებიდან ძალიან ადრე უნდა დაიწყო ჭიდაობა ჩემი აზრით რა ძალიან ადრე უნდა დაიწყო ჭიდაობა ბევრად ადრე უნდა დაიწყო ჭიდაობა ჩემი აზრით იმიტომ რომ ზიანს რომ მიიღებ მერე ეგ საქმე რთულდება კარდიო გაუქრო ბოდიკიკებმა და ამ ზიანმა რაც მიიღო ისე კარგად ვეღარ იჭიდავა 4 წონის კლებამ თავისი გააკეთა და კარდიოს ისე რაც დაარტყა რაც აი საშინელებაა წონის კლება ხო და ტიპის ჩემპიონო წონამდე დადის იმ 1 ფაუნდსაც იმ 350 გრამსაც ბოლოში რაც აქვს დატოვებული 400-ს მაგასაც მნიშვნელობა აქვს რა და მეოთხე მეხუთე რაუნდებში მერაბი არ იყო აი მეოთხე მეხუთე რაუნდებში რომ ვერ მოიგებს მერაბ დვალეშვილი ხო ხდება ექსიგიშია და იანის მხარეს რაც შემიძლია ვთქვა რომ ტიპი იდეალურად იყო მომზადებული მერაბისთვის იდეალურად წავიდა საქმე ანუ ჩვენ მხარეს ყველაფერი ცუდად წავიდა იმის მხარეს ყველაფერი კარგად წავიდა და თლად აი ესე ნეგატიურად უყურებ თქვა ვიცემეთ თუ გინდა მომავალზე მე რა ვიბაზროთ მაგრამ მაგ ჩხუბში მერაბ დვალეშვილმა რა ზიანიც მიიღო რა დარტყმებსაც გაუძლო იმ ბოდიშოც როგორ გაუძლო ბიჭო ღვიძლში დაარტყა ტიპმა მთელი ძალით და აი ესე ოდნა ვაჩვენა და გახსოვს იმასთან ომალისთან პირველ ბრძოლაში ბოლო რაუნდში რაც დაემართა ბევრად უფრო და ეს არც მოიხარა ტიპი ძმაო არც მოიხარა ფაქტის გაიო თქვა ბიჭო და არც მოიხარა ეხაც აი თვები ყალყზე დამიდგა ეგ რო გამახსენდა რა ეგ როგორ უნდა ბუნებრივ მოთხოვნილებაზე უარი როგორ არ მოვშარდა ერთი თვეო რო თქვა ტიპმა აი არ მოვშარდა ერთი თვე მოკვდნენ როგორ არ უნდა ჩაიკეცო ეგეთი დარტყმის დროს ხო და ჩემი აზრით მერაბ დვალიშვილის აი სულზე და უტეხელობაზე კარგად იმეთყველა აი ამ ბრძოლამ მაგრამ
when you dare to be great, როდესაც რისკავ რო იყო დიდებული, არის რისკი რომ ეს ვერ შეძლო და არ გამართლდეს ეს შენი ასე ვთქვათ მცდელობა. რა, at least ცადა ადამიანმა და არ გამოვიდა. ჩემი აზრით ეს ყველაფერი უფრო ძლიერს და უფრო უკეთეს გახდის მერაბს. და ეხლა მინდა შემოგთავაზო ერთი hot take. ქართულად თუ არის ეგეთი ფრაზა რა hot take რა. ანუ მეთანხმები თუ არა, რომ ესეთი მარცხი ჯობია ისეთ მოგებას მაგალითად როგორიც მოიპოვა ჯოზე ალდოსთან მერაბამ. რა კუთხით უნდა ჯობდეს ბრაზე? შენ ამბობ რომ ალდოსთან არის ჩხუბა კარგადო მაგას აწურულე? არა, ალდოსთან ხომ მოიგო. მაგრამ ალდოს მოგების შემდეგ ყველა ისე თქვა რომ მერაბი არ არის საინტერესო მებრძოლი და დაუძახეს მოსაწყენებელი ხო რა, მაგრამ ამჟამად მარცხი იყო, მაგრამ ეს იყო fight of the night რა. Fight of the night ჩემი აზრით არის იმას არ ნიშნავს performance bonus არის ანუ რომ ვიღაცას დაანოკაუტებ მაგრა რა, ანუ აგარ submissions გავუკეთებ რა, მაგრამ fight of the night არის ზუსტად ეგეთი ბრძოლა, რომ მიდის თლიანი პერიოდი რა, ან ძალიან დიდი პერიოდი და არის ახლო ბრძოლა რა, იმიტომ რომ fight ნიშნავს რომ ბრძოლა, რომ ორ მხრივად რა. ეხაც რომ ისა ჩიმაევმა მოიგო ტიტული და ხალხმა თქვეს რომ ეგეც მოსაწყენი იყო რა, მაგრამ მერაბის თავიდან არ ქონდა ისეთი კაი ურთიერთობა დეინა უაიტთან და იძახდა რომ აუ არ მესმოდაო მერაბის, მაგრამ ეხლა ირონია იმაშია რომ მარცხის მერე გამოვიდა დეინა უაიტი და იმდენი აქო მერაბი რომ რა ვიცი რა. და ანუ რას ფიქრობ რომ ღირსეული fight of the night-ის მარცხი ჯობია თუ ისე რომ აი თელმა სოფლიომ დაგიძახოს რომ შენ ხარ მოსაწყენი და მოიგო რა. ბიჭო, მან ვარ გაყოფილი ორად. ეხლა გეტყვი როგორ. ჩემში MMA-ის ფანი და გულშემატკივარი და რომელიც მთელი ჩემი არსით რომ MMA-ის ბრძოლაში ვარ ჩართული და let's go. ეგ ტიპი იძახის რომ ყველა ბრძოლა fight of the night უნდა იყოსო მებრძოლისთვისო რა, ყველა ომი იყოს და წავედით და ჯობია, ბაზარი არა, მაგრამ როგორც ქართული MMA-ის გულშემატკივარი, საერთოდ არ მინდა რომ ჩვენ მებრძოლებს fight of the night-ები კონდეს. ყველას კონდეს 5-3-იანი ნოკაუტები, მივიდნენ დაანოკაუტო ხელის მოქრევა ვერ მოასწრო და ერთი არ მოხდეთ და გამოვიდნენ. ანუ მაგორ შორის არის აღო. თუმცა ხვდები შენ რასაც ამბობ და მაგაში მოყვები რომ მოსაწყენ გამარჯვებას ხშირ შემთხვევაში რაღაც გმირული მარცხი ჯობია ხოლმე. თუმცა ეგ არის რა, მაგას ვფიქრობ რა, საერთოდ არ მინდოდა მერაბს ეს ზიანი რომ მიეღო, იმიტომ რომ ვიცი რომ მერაბი ძალიან დიდხანს აპირებს ბრძოლას და ზიანი რაც ეხა ამ ჩხუბში რა ზიანიც მიიღო, ეგეთი ზიანი არც ერთ ბრძოლაშია მიუღია მერაბს, არც ერთ ბრძოლაში. რაც ქონია, საერთოდ ჯამში არ მიუღია ალბათ მასეთი ეს ძალიან მძიმე დამრტყმელია ეს ზიანი რა, ძალიან რთულია, უხერხული მეტოქია. მოგეთ ხო და რა უბრალო მირჩევნია რომ პერფორმანსები აიღონ ყველამ, მაგრამ ის ძალიან მიხარია რომ აი მაგალითად თავაწეული გამოვიდა ოქტაგონიდან და ვერავინ იტყვის რომ გადაუარა პიოტრიანმა. ომი იყო და წააგო ომი მერაბ დვალიშვილი. ეგ ასპექტი მიხარია. კი ბატონო და fight of the night-ი რო აიღო და ბონუსი აიღო რაღაცა ეგ მიხარია, მაგრამ სიანი არ მინდა რომ მიიღოს ყდები, ეხა მერაბა არა. ხო და ეხა რო თქვი რა რომ უბრალოდ ვინც იძახის რომ იანმა გადაუარაო მერაბსო, არ ვეთანხმები რა. კი, რა თქმა უნდა, ქონდა დიდი მომენტები, ზიანის მიაყენა, მაგრამ fight of the night-ი გადავლას არ ნიშნავს რა. Fight of the night ნიშნავს პირიქით უფრო თანაბარ ბრძოლას რა, მაგიტომ არის fight of the night-ი რა. და გადავა არის. ვერ იტყვიან მაგას რომ გადაუარა რა, ვერავინ ამბობს რომ თავაწეული გამოვიდა მეომარი ბრძოლის ველიდან, ფარიდან ფარზე თემით გამოვიდა მერაბ დვალიშვილი ბრძოლის ველიდან. ბუჩმენ, რას ფიქრობ რა, ეხლა რა თქმა უნდა რომ ტრილოგია ჩვენ ყველას გვინდა ხო? მაგრამ ნუ ეხლა რაც მოხდა, როგორ შეცვალა ბანთამვეითის სტატუსი და რას ფიქრობ რომ ანუ შონომალი არის სურათში, სონგია დონგი არის, უმარი არის სურათში, რა თქმა უნდა.
მაგრამ რამდენად რეალური არის შენი აზრით, რომ ყველაზე დიდი money fight იყოს ტრილოგია მერაბი და იანი და არა შონომალი და არა უმარი. ომალის ჯერ სონგი ყავს გადასალახი და უმარს ფიგერედო. ეგ ერთი. მეორე, რაც მოხდა ეხლა, რამდენიმე რამეს აძლევს მერაბს, აი ჩემი აზრით, ცოტა პოზიტივი რო დავინახოთ ამ ნეგატიურ მოვლენაში. ზოგადად აი თუ გახსოვს ფიგერედო რა მორენომ რო იჩხუბეს 4 ჭუბი ზედიზედ ერთმანეთთან რო იჩხუბეს მორენომ მე ერთი ჭუბი სხვასთან იჩხუბა და მე მოიგო ფიგერედოსთან ბრძოლა მაშინ კაიკარა ფრანსიცემა მგონე თუ ვიღაც შუაში მიაყოლა რა მორენომ და როივონ და მე გადავიდა ისევ ფიგერედოზე რაღაცნაირად განიტვირთა ტიპი ხვდები ჩემპიონის ცხოვრება ძალიან რთულია ინტერვიუებია სპონსორებია ორგანიზაციის მოვალეობებია ძალიან რთული მე რა ბდვალიშვილს არც ეძინა დარწმუნებული ვარ მთელი წლის განმავლობაში იმიტომ რომ საქართველოში რამდენჯერაც უნდა ტიპს არ ეძინა ანუ ვარჯიშობდა ან შოუზე იყო ან სტუმრად იყო ან რაღაცა სტადიო და ორ ტაიმ ზონში ცხოვრობდა და ასე შემდეგ ეხა რეგრუპ შეერგებ რო ახალი წელი გამოჯანმრთელდი სულიერად დაისვენე, აბსოლუტურად მესმის რომ ეგრევე ეხა ამ კვირაში რო შეუშვა, დაიკლებს ზონას და შევა. ისევ საბრძოლველად. იმიტომ რომ ჩხუბს რო წააგებ, რამე ნებისმიერ შეჯიბს რო წააგებ, თუ აზარტული ტიპი ხარ და ეხა მერაბი ჩემპიონშიპ მატერიალ ადამიანია და გოუთ მატერიალ ადამიანია, ეგრევე უნდა რომ აი შეცდომები გამო ნეტა ესე არ გამეკეთები, ნეტა ეს მოდი რა ეხა კიდევ რაღაც ეგრო მერაბს უნდა მესმის, კარგია, მაგრამ ჩემი აზრით რაღაც დრო უნდა აიღოს. ჩემი აზრით უბრალოდ სხეულს დასვენება ჭირდება. როგორც მაგის მაწვრთნელმა ისაუბრა, 1-2 თვე მინიმუმ არ უნდა ისპარინგოს, მაო, 1 თვე არ უნდა ისპარინგოს, დაისვენოს, შეირგოს ახალი წლები, რავი, იქ მე ვიდეო ჩავწერე რაღაცა ინსტაზე და ბარბადოსზე ირბინეს, მაო, კარდიო ამუშავე, იახტაზე ამუშავე, სადმე კარდიო ხვდები, რაღაც იამაიკაზე, გაერთე, ბრო, გული გადააყოლე. ივარჯიშე, ოღონდ, აი, ხო ხვდები, ფული გაქვს, შეგიძლია წახვიდე ეხლა და რა ვიცი, კარიბის ზღვაზე იყო ერთი თვე და იქ გაერთო რა ივარჯიშო თან ისქნა. ცოტა მენტალურად დაისვენოს, იმიტომ რომ მერაბის კამბექი და მერაბის დაბრუნება გარდაუვალია. ვის ეჭხუბება ეგ დამოკიდებულია და ვინ იქნება ტიტულზე ეგ დამოკიდებულია, აი ეს კამათლები რო გაგორდება, როგორ დაждდება ყველაფერი და სიტუაცია როგორ დაждდება. დენავაიც რა უნდა, ორგანიზაციას რა უნდა, ასე შემდეგ. ბევრ რამეზეა დამოკიდებული რა, ანუ ტრილოგია გვინდა ეგრევე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კამარი მალევე ავიღო და მე pay-per-view აღარ არის, მაგრამ ნუ ფულიც მეტია, ისიც მეტია და ტიტული და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემი აზრით ეს პერიოდი სანამ ახლა წავაგეთ უნდა გამოიყენოს მერაბმა იმისთვის, რომ ძალები და ემოციური აღდგენა ძალების და ემოციური აღდგენა გააკეთოს რა. მერაბმა ძალიან ბევრი გააკეთა რა, აი უმარის ბრძოლაც იყო ძალიან ყველაზე ერთ-ერთი high level bantamweight ბრძოლა, ამ ბრძოლასაც რო შეხედო, ხო რა თქმა უნდა რა და შეიძლება ხალხმა აი რახან ეხა ხდება ვერ აღიარებ რახან ეხა არის, მაგრამ აი წარმოიდგინე 5 წლის მერე 10 წლის მერე რომ გადმოხედავ რაც მოხდა და რაც მერაბიმ გააკეთა იქნება და არის მართლა ლეგენდარული რა. ის 14 მოგებიანი სერიაც რო გადახედო, 4 თუ 5 ჩემპიონია, იქ ტოპ კონტენდერებია, აი სიგიჟე ბრძოლებია რა და ყველა მიცის ახლა მერაბს არ შეუძლია და როგორ შეუძლია, უბრალოდ ეხლა ამ მომენტში ძალიან მტკივნეულია ინტერნეტში შესვლა, იმიტომ რომ პიოტრ motherfucking იანის გამარჯვების ვიდეოები რო ხდება, ამის ტელეფონი შემოვანარცხო კედელს, მაგრამ რას ვისაუბრებ. თამაშის ნაწილია. პირველად განვიცადეთ ქართველებმა ჩვენი ჩემპიონის მარცხი და არა უკანასკნელად დარწმუნებული ვარ, არა უშავს. გადავიტანთ, გავმაგრდებით. შენ როგორ გადაიტანე, ბრო, დაისტრესებოდი გიჟივით, შენი ბმა ვიცი ქართველ მებრძოლებზე ემოციური. მეც ვერ იდებოდი ინტერნეტს რა. 1-3-4 დღე ვაფშე არც ტვიტერში არ შევდიოდი, არც YouTube-ზე არ უყურებდი არაფერს რა, მაგრამ ნუ მე მოხდა და ნელ-ნელა ვნახე რა და ჩემი აზრით, ანუ MMA სამყაროს რეაქცია არ იყო ნეგატიური რა. მერაბის პირიქით უფრო დაემატა რა ის ფასი, რაც გააკეთა და ამ ჩხუბში როგორც გაიტანა თავის თავი რა, ნამდვილი მებრძოლი რა. და ის ფაქტორი არის მართლა, რომ შეადარო რა მერაბის სტილი. რა თქმა უნდა, ეხა ტეიქდაუნები პირველ ბრძოლაშიც ქონდა, ყველა ბრძოლაში ექნება, მაგრამ ნახევარი იყო რა. ხო და 49 ცდელობა ქონდა იქ და 20
ნუ დაახლოებით შეიძლება ზუსტად ნახევარი არა, მაგრამ სხვანაირად რა, უფრო სხვანაირად რა. მესმის რასთან გეთახმები ბრო. არა, სხვანაირი ჩხუბი იყო, სხვანაირად წავიდა საქმე და 500-ია რაღაცები, მაგრამ ამის ანალიზს მე რაბზე და თავის გუნდზე უკეთესად ვერავინ გააკეთებს, ჩემ დარწმუნებული ვარ თავის მწვრთნელი, ალჯო ყავს იქ და ბიჭები ყავს, ეხლა მithumetes ბევრი არიან, ეხლა ბიძინაც იქ ჩავიდა გავაშელიშვილი ჩაახერხა ბიძოს და თემა. Oh, nice. გავაშელი bro. აზარი არა. საიდან დაკეთე. ეს მე გავაკეთე ეს დიზაინი ჩინეთში იყო ჩამოსული რა, მე წავედი და დაჟე კუთხეშიც ვიყავი ბიძოსთან და აუ იმედი მაქვს ბიძოს ვნახავთ მალე რა. იმიტომ რომ მაგარი მებრძოლი ქაოს კი მოაწყობს UFC-ში flyweight-ებში რამდენს გაამწარებს ტიპი კერი. კერკეტი კაკალი არის. What I can ask. I'm Warrior. I'm from Georgia. 0-0 and liftoff. თემა გვაქვს კიდე ერთი ძალიან ისეთი რა, ძალიან დიდი რა, იმიტომ რომ ეხება ჩვენიას რა, თბილისელ კაცს. მამამისმა როგორ უწოდა, რომ დაიბადა, ეს არისო მომავალი ჩემპიონიო, მაგარი მსმელიო, მგონი ეგეც თქვა და მაგარი დამტყველიო, ხო თქვა ეგრე. დიდვაჭიკაძე უწოდა. და ბოლოს ყავდა გიგა რა ჩვენ რა, რამოდენიმე ეპიზოდის წინ რა და მე ხო იცი მუშაობ საბავშვო ბაღში რა. და სტორიის რაღაცებს რო უყურებ ხოლმე, ეხმაურები ხალხს რა და მისი მეტოქე კევინ ველეხო არგენტინელი რა. მუტანტი, დაბალი მუტანტი რო არის რა და სამსახურში ვარ რა, kindergarten-ში რა და რაღაცა და გიგას მივწერე მეთქი ეს დააბრუნე იმაში მეთქი რა, საბავშვო ბაღში მეთქი რა. და გუშინ უყურე გიგას გამოსვლას და გიგა იძახის რომ ამას მოუწევსო დაბრუნება საბავშვო ბაღში. მედიადეის. კი, შენი იყო ეგ ფრაზა? არა, შეიძლება ჩემი არ იყო, მაგრამ მე მახსოვს რომ ეგ მივწერე სანამ იქნებოდა ის რა. ანუ მოკლედ პრეს კონფერენცია რა და ანუ რას ფიქრობ ეხა რა, როცა ხარ ეგეთი მშიერი, up and coming, ახალგაზრდა მოდიხარ, მართლა გაქვს სული რა, იმიტომ ხარ აი სავსე ენერგიით რა. ან ძირითადად რა არის ხოლმე როგორ აწონი რა, ის ახალგაზრდა მშიერი რომ მოდის თუ ის ვეტერანი, ვისაც გამოვლილი აქვს იმდენი. ბებერი ლომი, ბებერი ეხა გიგა არ არის, მაგრამ ხო გესმის რასაც ვიცი. MMA წლებში არის, ბრო. კომბატ სპორტის წლებში გიგა არის გამოცდილებით დინოზავრი, ხო იცი? ორი დინოზავრი რო არის, ხო იცი? ერთი დინოზავრი მეორეს რო კერავს, ერთი 20 საუკუნეა კერავს ერთი დინოზავრი მეორეს და ბოლოს შეაბავს რა და ოღონდ ჯერ ვერ დავწვევი შენთან ის დინოზავრი რატო და საუკუნოვანი დამეწყო. ხო და ჩვენ შევახსენებ ხალხს რომ ჩვენ ვართ კვირეული ქართული დამოუკიდებელი MMA-ის პოდკასტი და არა ყოველ თვე კი არა, ყოველ კვირა ვართ. საუკუნოვანი პოდკასტი. იმას გიგაზე რას ვიზახთ, იცი, გიგას გადმოსახედიდან, ეხლა უყურე გიგას რა სიტუაციაშია. გიგა არის ძალიან გაფრაზებული, იმიტომ რომ ძმას აქვს რაღაც რეიტინგის ნომერი და ჯერ უნამა მოვიდა და მოდი ვიჩხუბოთ რა, იქნება, მოდი ამას ეჩხუბება, ეს ახალგაზრდა ტიპია და უნამა. ეხლა ვალეხოსი და ყველა ცდილობს რომ ცოტა ჩამოწიწყნოს რა, გიგას რაც აქვს განმოართვას თავისი ოჯახისთვის გაშლილი სუფრიდან ეგ ლუკმა აიღოს ტიპმა ერთ ხინკალი ამოაცალოს, მეორე ქაბაბი ამოაცალოს და fuck you motherfuckers თუ ესეთი განწყობით უნდა იყოს გიგაჭიკაძე. რა ჭიკაძე უნდა მოვიდეს და მედიადეიზე მაგას ვხედავ, რომ არ ტიპია მოსული, რომ ეს ბავში შეჭამოს და დალეწოს. ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ვალეხოსი არის, წარმოიდგინე, ნუ ჩემი განმოსახე, წარმოიდგინე შენც დანახე ეხლა, გეყოლება, მაგრამ ეხლა ვიც ვალეხოსი არის ძალიან მძიმე დარტყმელი, კარგად მოძრავი, ჯეჯგვი ტიპი, რომელსაც თუ დაჭირდა შეუძლია ჭიდაობა. და აქ ძალიან ცუდი, კარგი გაგებით ცუდი, blast double ბიჭო, blast double და ეგ დაუნები აქ ტიპს რა. ჭიკაძე უნდა იყოს
ზიანზე ორიენტირებული და მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ტიპი ეგრევე ფეხში შევა, იდაყვებით, აი ღრებზე იდაყვებით ჩაჭერა, თავზე დაჭერა, სფროლი, როგორ იცი, რომ ტიპი თავი გატენოს მატებში. აი ეგ უნდა იყოს მაგის ესა ქვია, სტრატეგია რა, დალეწვა და ტეიქდაუნების როგორი დაცვა, იცი გეგონება რომ შენი სამშობლო არის მაგას დამოკიდებულიო რაღაც. რუსები შემოდიან და ტეიქდაუნის დაცვაზეა დამოკიდებული. ეგეთი ტეიქდაუნების დაცვა და უნდა დაანოკაუტოს, ბრო, იმიტომ რომ ეხლა თუ ალეხოსმა მოუგო, შეიძლება ცუდი რაღაცეები ესეთი პერიოდია, რომ ტიპებმა ანუ შენი აზრით ჭიდაობაზე გადავა, ხო? ის როგორც კი გიგა მოაყავს გემრიელად და აუცილებლად მოაყავს გიგა გემრიელად. იმიტომ რომ საერთოდ სხვა დონეზეა ამ ორი ადამიანის სტრაიკინგი. მე და ჩინურში ვიბაზროთ ახლა what the fuck do I know ni hao და მორჩა ჩემი ჩინური და როგორც კი მოხდება 1 2 3 როგორც კი მოხდება ეგრევე აჭიდავდება ის ბიჭი და თუ არ აჭიდავდა ერთმა ქრას რო არ აჭიდავდეს რომ თუ არ აჭიდავდა ვალეჰოსი მერე უკვე თემა არის რომ იმის ძალა და გიგას ფუტვერკი ტექნიკა აპექსში რო არის ჭხუბი ცოტა ტეხავს აი აპექსში რო არის ხო აპექსშია ეს კარტი ცოტა ტეხავს იმიტომ რომ პატარა ოქტაგონია და მოძრავი მახსოვს ცოტა უპირატესობა მეორე მხარეს გადადის ხოლმე მაგრამ აი ჭიკაძის სტრაიკერისთვის ხო პატარა ოქტაგონი ხო გიგასნაირის სტრაიკერისთვის ტიპს ფრთები ჭირდება რომ ფრთები ხოხტები მოიცვას მთელი ოქტაგონი ასე შემდეგ და სხვათა შორის რა გიგასთან მართლა ყველა მოჭიდავ ხდება იმიტომ რომ ისეთი high level striker-ი არის просто არნოლდ ალენმა შეასრულა ის და მართლა არ წავიდა ჭიდაობაზე რა და ეს ძალიან საინტერესო არის იმიტომ რომ აი ფიზიკურად რო შეხედო ძალიან კარგი არის სტილისტურად გიგასთვის რა მაგრამ შენ ახლა რო ახსენე ის blast double და ჭიდაობის ის მე ვხედავდი უფრო როგორც სტრაიკერს რა ეხლა რა თქმა უნდა ვიღაცას ყველა შეიძლება რომ გადავიდეს ჭიდაობაზე თუ არის ზიანი რა ეგროჟა რომელიც აი დამჭირდა ჭიდაობა და უჭიდავე ეგ ტიპია რა აი დამჭირდა ჭიდაობა და უჭიდავე და არა ის რომ მოდი შევალ და ვეჭიდავები ის სადაც მინახავს რო ტიპი შეესულა ტეიქდაუნზე საჭიროებიდან გამომდინარე მოხვდა და წავიდა desperation ხო desperation ჭიკაძეს რაც შეეხება ჭიკაძე აგერ თავის იმას ხსნის ბიჭო აკადემიას ხსნის თავისას გიგაკიკ აკადემია იქნება რავი გაეწყო მოწყობილია კარგად არის მოწყობილი რა უბრალოდ მე ვიცი რამდენად ამაყია როგორც ყველა მებრძოლი და კიდევ უფრო განსაკუთრებით გიგა ჭიკაძე ძალიან ამაყი ტიპია რა და ძალიან სხვანაირად აღიქვამს წაგებებს ეხა ალენთან ბრძოლა რო ახსენე ტიპს ხელი არ ქონდა ზმაო ერთი ხელით იჭუბა რაუნდი და პირველ რაუნდში როცა ქონდა ორივე ხელი კინაღამ სახე მოაძრო ალენს ეგერ რო გასული იყო მეორე მესამე რაუნდებში ალენს ნახავდით გასვენებულს იქიდან და ამასთან ჭიდაობა უნდა ამას ჩამოჭიდა და პირველად ნახე კატარიც რო ჭიდაობაზე გადავიდა როდესმე როგორც მახსოვს რა გიგასთან ბრძოლაში რა აუ ფეხსეც მოუგო კატარმა ეგ ხა იდაყვი მოხდა ძალიან ცუდად მოხდა იდაყვი გიგას მაგრამ ეგ იყო პირველი ტკივილი რომელიც გამიცადე მე MMA-ში ყველაზე დიდი ტკივილი გიგამ რო წააგო კატართან მან აი გული ჩამწყდა ძალიან მეთქუდი რაუნდი თან ახლოს ვიყავით ტიტულთან 8 სერია მოგების რა მოდი სანამ იმას ჩავახვევთ რა ერთი ბრძოლა ამოვირჩიოთ ან ორი რასაც შეიძლება ჩვენთვის კონდეს დიდი მნიშვნელობა მაგალითად Paddy Pimblett Justin Gaethje ვის აძლევ უპირატესობას რა ამ ბრძოლაში მე მგონია რომ პედი მოახჩობს რა let's გომში დაახჩობს Gaethje აი გომში დაახჩობს ასე მგონია შეაძვრება მიახტება ესე ზემოდან იმენ მაიმუნი რომ შემოგახტება სახეზე ეგე მიახტება სახეზე ასე მგონია რავი Gaethje-ის ჩემი პატივისცემა და ძალიან დიდი სიყვარული იმიტომ რომ Gaethje-ია და კაც სისხლი აქვს დაღრული ჩვენთვის, მაგრამ Paddy Pimblett ჯერ ერთი ესე თავხედურად მოიყვანეს ტიპის ზიანის გარეშე, ომების გარეშე ტიპი, აი ესე წყალი რომ უჩში ჩაიგუბო და არ დაგვეღაროს და ესე მიიტანო და ჩაასხას. რა იგი მოიყვანა მე-6 ნომრამდე თუ მე-5 ნომრამდე და საჩემპიონო ბრძოლას აძლევენ და მე უბრალოდ მინდა კიდეც რომ Paddy მოიგოს, ეფექტურად მოიგოს, ეფექტი მოახდინოს ხალხზე და მე ეჭვოს ილიას. აი მაგას მაინც ვერ ვიტყვი რომ მინდა რომ Paddy მოიგოს.
მაგას მაინც ვერ მესმის შენ. არა მე მაინც ვერ ვიტყვი რა. იმიტომ რომ ამდენი ფანი ყავს ტიპს, რატო მაგარი იქნება სპორტისტი? ფანი კი. ლივერპული, რამდენი კაცი ცხოვრობს ლივერპულში? აი, ეხლა ეს ცოტა ისეთი ბრძოლა არის, შეიძლება ძალიან დიდი ნიუზი არ იყოს, მაგრამ ამაზე რას ფიქრობ? რაფაელ ფიზიევ, მორისიო რუფი დაინიშნა ეხლა. უშ ეგ საჭესთავ ნახე ეგ ჩხუბი და მე იჩემი მაურისიო რუფი ფიზიევი ბიჭო. ეგ იქნება, რავი, აი, ესა ქვია, ორი ესეთი საბრუნი რო აიღო და ერთმანეთთან ესე აკეთებდაოთ რა. ორი ძალიან მაგარი სტრაიკერი, არავის არანაირი მნიშვნელობა მაგ ჩხუბს არ აქვს, იმიტომ რომ ტიტულზე გამსვლელი არ არის. რავი, რეიტინგში თუ ვინმე რამეს გაფაფხურდება, ეგ იქნება ალბათ, მაგრამ ჩვენთვის ფანებისთვის ძალიან მაგარი ბრძოლა, bro. ან ვინ მოიგებს კაცმა არ იცის. მე მაქვს მე უბრალოდ რაც ვნახე იმასთან, რა ქვია იმ ტიპს, სასაცილო დრო ცინის მაღალი ტიპი რო აზერბაიჯანში რო ეჭხობა იმას. მაგასთან რაც ვნახე, იჭიდავა ფიზიევმა რა და რუელია ხო ეგ? იჭიდავა ფიზიევმა და ეხა თუ აჭიდავდა მასთან ბენუა სენტენიმ სადაც ჩაფაკა ჭიდაობაში რუფი, იმედია რომ სტენდინგში იქნება ეგ ბრძოლა, დგომში წავა ეგ ბრძოლა და ვისი ამონებთ თორე დიდი ალბათობით გააკრავს მიწაზე ფიზიევი მაგშენ რუფის. კი, უბრალოდ დისტანცია ფიზიევმა უნდა შევიდეს რა, ახლოს რა, თორე ესე მგონია რომ ის უფრო გრძელი არის, ხო? და არ უყვარს ფიზიევს ჭიდაობა. კიდე რამე ბრძოლა ხო არ არის, რასაც პროზერი არ უყვარს ფიზიევს ჭიდაობა, მაგრამ ტიპი არის სერიოზული ფუტვერკი აქვს, რა ვიცი, მოიტაის ასწავლის იმაში, ტაიგერ მოიტაიში ასწავლის სტრაიკინგს ტიპი და ხო ხტები ხა იქ რა დონე. მე აზერებთან ვარ კარდაში. ასე რომ Let's go Azer brothers. აზერბაიჯანულ ქართული კარტელი გაქვს შეკრული. შეიძლება ითქვას, რომ ობე ვინმეს მან ერთი მეგრელი ძმა. ჯერ მე მასწავლონ მეგრული და მე შეიძლება მოხდეს. ბიჭო, რავი, აბა სამეგრელოში არ ვიცხოვრია და 9 წლიდან არა ვარ საქართველოში და ქართული რო ვიცი ეგეც ხო რაღაცას ნიშნავს რა. ბრაზერ, კი, მაგრამ მეგრული მაინც ხო ხდები საერთაშორისო ენაა და მაინც ეხა უბრალოდ ჩხუბებს შავყვე კიდე რა ჩაინიშნა. იმას აქ უმარს აქ ფიგერედო აჩუქეს ფიგერ უმარს რომ მოდი აგერ ჭამეო ძმა. ბიჭო ეს ჩხუბი ბენუა სენტენი ტენჰუკერი აბა რა, აბა რა. ეგრევე ჩაიყვანს გრაპლინგით და დაახჭობს. რაღაცას უზამს სენტენი ჰუკერს რა. კიდე მაგარ ჩხუბს გეტყვი თუ გინდა. თუ გინდა და მოგბეს და ჩემგან შენთვის ჩხუბების თქვა მითხარ. Bring it. სტრიკლენდი ჰერნანდესი, bro. ორი ქარხნის მუშის ჩხუბი. ორი წარჩინებული ქარხნის მუშის ბრძოლა. ეგ მართლა საინტერესო არის. ეს შარაბულეტიდაც არ უკიანი რომ გრეპლერობენ. თან სომხეთში მგონი, ხო? არარატის ფაზ. არარატთან ქართველებიც არიან კაქარძე მგონი. ქართველებიც არიან, კი, ქართველებიც არიან. აუ 3-4 ქართველია. შენი მე ქართველი სადაც არ უნდა ნახო ყოველ. დიეგო ლოპეს ჩაენიშნა ვიღაცასთან ჩხუბი ვოლკთან რა, ხო და აი მაგაზე მინდოდა მეკითხა ერთი, იმიტომ რომ ეგ მქონდა მე შემდეგი რა. ეხა ახსენე, კაი ჩხუბები იყო, მაგრამ ანუ ბევრი კრიტიკა მოვიდა რომ რატო კიდე დიეგო ლოპეზიო რა და ანუ დიეგო ლოპეზი რო არ იყოს ვინ არის ეხლა ეგეთი რომ ვოლკს შეხვდეს რა ის ლირონ მერფი დიდად გამყიდველი არ არის რა ბილეთების ხო ლირონ მერფი დიეგო ლოპეზი რაც გაგიყიდეთ მოფას გაფიცებ მითხარ დიეგო ლოპეზი არის რავი exciting fighter bro. He's an exciting fighter, bro. არის, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს ევლოევი, საქვია, ვოლკი. იმიტომ რომ ვოლკი არის ტიპი, რომელიც გამოიწვევს ხოლმე ვიღაცებისგან ქარცეცხს რა და ევლოევისგანაც გამოადონობს რაღაცას ასე. ევლოევს ჩემი აზრით, ხო, აკლია აქტიურობა რა. ძალიან აკლია აქტიურობა რა. თორე ბაზარი არ არის ეკაცი ჩემი აზრით, ყველაფერი გააკეთა და შეიძლება რომ ჩემპიონიც იყოს რა დღეს, მაგრამ ნაკლებად აქტიური არის რა და ეგ არის ყველაზე დიდი ის, რომ დიდი ხანი არ ახარ, სახელი თუ არა გაქვს ისეთი და არ ხარ ცნობილი როგორც ფინიშერი, მაშინ დიდად აზრი არ აქვს იმ პონჩი, რომ
ბიზნესის პონჩი რომ ფულის შემოსავალში რა და არ დაგვავიწყდეს რომ და ვერ ვიტან რომ ყოველთვის ამას იძახიან რომ UFC არის ბიზნესი. იმიტომ რომ ჩვენ მიგვაჩნია როგორც სპორტი რა, მაგრამ ფაქტია რომ ეგ არის შოუ ბიზნესიც არის რა. entertainment business. სიგიზეა რომ დენას რაც აწყობს, ისე გააკეთებს ახლა რა თქმა უნდა, მაგრამ რავი ხა ეულოებმაც მე უბრალოდ როგორც აი ამ სპორტის გულშემატკივარს მაინტერესებს, რა სიზავს ეულოები ვოლკანოვსკისთან პარტიულად. დაარჩენდი ახლა იქ ბილეთების გაყიდვისთვის გაყიდვაზე მე არ ნერვიულობ. რომ ნერვიულობდი, ალბათ ლოპეს ჩაუნიშნავდი ბრძოლას. და კაი ბოლოს რა. და რახან ქართველებს ტრადიცია გვაქვს მანდილოსნების და ქალების მაშინ ამით დავამთავროთ. Kayla Harrison versus Amanda Nunes. ქალებზე და მანდილოსნებზე რომ ჰარისონი ნუნეში მითხარი ძაა გამეცნო. მანდილოსანი რომ გაიგოს, Kayla Harrison შეგვიძლია სემოს ბიჭო. ერთი გამოვა მანდილოსანი, მეორე ქმარი რა, ხო ფაქტია. ეგ ჩხუბი არის ჩემთვის ამანდა ნუნეში და საიბორგის ბრძოლის მერე ყველაზე საინტერესო ბრძოლა, რაც ქალებში ყოფილა. საიბორგი და ნუნეში რო იყო რა, მაშინ ბილდაპი რაც ქონდა, ყველაზე დამაინტრიგებელი ჩემთვის რაც ხდება, როუზი რო ბრუნდებოდა, რასაც უზავდნენ დაახლოებით ყველა ხვდებოდით. და აი ეგ საიბორგთან ჩხუბი რაც იყო ნუნეშის, მაგის მერე ყველაზე მეტად მაინტერესებს ეს ძალიან დიდი ფაქტორი იქნება რინგის ჟანგი ხა ამანდა ნუნეში წავიდა იქ ბავში ეყოლათ ოჯახს ზდის ვიღაცებს ავარჯიშ ეგ გიგივე არ არის რაც რკინის კუნეტა ხო ხდები კაილა ჰარისონი ATT-ში ხალხს ლიდერობს და ემზადება და ჩხუბობს და კამერებზე გადის და ტრამპს ხდება და რაღაცებს აორგანიზებს თემაში ხო და თან გადაღლილიც არ ჩანს კაილა ჰარისონი და რავი ძალიან საინტერესო მეჩაფია სუფთა სპორტული თვალსაზრისით. წონის კლება უფრო ურტყავს კაილა ჰარისონს, მე მგონი. ამანდას შემთხვევაში აი ეს რინგის ჟანგი და შეუჩეულობა და პაუზა როგორი მოქმედებს, ეგ იქნება საინტერესო. კაცმა არის ვინ მოიგებს, მაგრამ fuck yeah, sign me up bro. Sign me up. That's a fucking war. მოკლედ ეხა ბოლო კითხვა მაქვს რა. ანუ რა შვები, როგორ უნდა გადარჩე, მგონი 6 კვირა თუ 4 კვირა პაუზა არის. UFC არის holidays-ზე გადის რა, სანამ Paramount-ი ბრუნდება, არის თუ არა ქართული კარტები, ევენტები MMA-ში და როგორ აპირებ, ანუ დროს გატარებას, მელოდები თუ არა დუქანში. დასახადგელობ ბრო შენ დუქანში, ამჯერად 1-0 ხო ახლა. ნუ ისეთი მოიგე რომ 10-ით რო არა უნდა მოიგე, მაგრამ ეხლა ჩემი ჯერია, უფრო ჭკვიანურად მიუდგები საკითხს. მაგის გარდა შეჯიბრებსაც შეეხება და MMA-ს კუთხესაც შეეხება გამაგ რეპლენგი არის 26-ში. ეხა ფორტისი იყო, ფორტისი წავიყვანა სხვათა შორის ძალიან მაგარი ივენთი იყო, ჯუჯიტსუს კრეპლინგის შეჯიბრი იყო კვირას, მამაცას ორგანიზებით და ალექს უმაცევის ორგანიზებით. როზერ სიმართლე გითხრა, ემოციურად მაგრად დავიღალე. აი ძალიან დავიღალე წელს ემოციურად და ეხა ბოლოს რომ მიყვა ეს ივენთები დარკენა ესა ცოტა გადავიწვი. ეხა ველოდები ამ ივენთის მერე ახალ წლებს ჩავხურავ და რაღაცებს ველოდები პირად ცხოვრებაში კიდე რაღაცებს ველოდები იანვარში მეორე შვილი უნდა გამიჩნდეს და მაგრამ მიხდები. მაგას ვაწუხებ. დაბოჩებ და სახში რა ბავშვთა გავერთობი, მაგრამ თავარი რაც მაქვს, შემდეგი წლის გეგმა რაც მაქვს, არის რკენას ინგლისურენოვანი კომენტირების დახვეწა ამ პერიოდის განმავლობაში და კონკრეტული რაღაც სავარჯიშოები და ისინი მაქვს დაგეგმილი ინგლისურის დასახვეწად და ზოგადად კომენტირების დასახვეწად ინგლისურად და ჩხუბების ყურება მომზადება baby for fucking 2026 სასწაული სეზონი იქნება თოფურია თეთრი სახლის კარდი რა ვიცი ყველაფერი გველოდება პრო სასწაული 26 გველოდება რკენა 6 ივენტს აპირებს ძალიან დაკავებულები ვიქნებით საქმეს მეტი რა არის პრო კაცის საქმეს რა დალევს ხო ქალის საქმეს რა დალევს რო იძახიან ხოლმე მართლა იგია კაცის საქმესაც არაფერი დალევს თუ ბევრ საქმეს აკეთებ ბიჭო როგორ მიყვარს შევიდა შენს უქართველი ხარ ყველგან ხარ 1000% ქართველი უკან ბიზინა კედელზე კუდი BFA ეხლა პროსებსაც გეწერება Georgian to the fullest Georgian D ძალიან ჯიგარი ხარ ბუჩვენ დღეს გაქვს ჩაწერა ხო მგონი და მინდა რომ რა ვიცი მე ვიყავი შენთან სეტანტაში დიდი პატივი მეცით ძმაო დიდი მადლობა და სიყვარულის მეტი არაფერი ყველას მოკითხვა თქვენ გუნდს რა ჩვენგანაც Fight Hop-ი ჩვენი ძმები არ ძმები ხართ დაკავშირებული ხალხი ვართ მაგას რომ მომიკითხე რომ
დაილაპარაკები და რომ ჩაწერთ პოდკასტს და რომ ჩამოხვალ გელოდები რობ სეტანტაში და შეიძლება თუ ისე მოუსწრო ახალი წლის პარტიზეც წაგიყვანო და სხვებსაც ჩავრთავ შენი დამარცხების საქმეში, თორემ მე მარტო ვერ გერევი ფიზიკურად ფიზიონებით ხარ და აი მაშინ მარტო ის დაგვრჩა რომ შევახსენოთ ხალხს რომ Fight Hop-ი არა მარტო YouTube-ზე არის, ჩვენ ვართ პირველი ქართული დამოუკიდებელი პოდკასტი შერეული საბრძოლო ხელოვნების Spotify-ზე და Apple Podcast-ზე და იყავით ჩვენთან გიორგი ბუჩუკური, ნოსტალ გიორგის სართანია დროებით გემშვიდობებით. Peace. You tune into the Cartwellians on the Fight Hop podcast.